მოგესალმებით ჩემ ძვირფასებო ყველას, მოგიკითხავთ და მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, მადლობა ვინც ჩემთან პირად კონსულტაციებზე მოდიხართ. და მინდა ახლა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, რომელიც არ იქნება სასიყვარულო პარტნიორზე. ჩემ ძვირფასებო, თქვენ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი პიროვნება და მიხვდეთ მისი თხოვნა იყო ასეთი, რომ რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე, აი ასეთი თემით, რომ გაგვიშალოთ, რას ფიქრობს და რას მიხვდაო. თავდაპირველად მოვსმინეთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაციას. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ორ პიროვნებაზე უკაცრავად, ორ პიროვნებაზე, ორ სხვადასხვა პიროვნება ჩაიფიქროთ, ან ვარიანტი აირჩიოთ. სიგნიფიკაცია თუ გეცნოთ, გააგრძელებთ ყურება, თუ არა და გადადით სხვა ვარიანტზე ან სხვა გაშლაზე. მას ასე თავდაპირველად ვნახოთ ორი ვარიანტი, ჩაიფიქრეთ, დააპაუზეთ, ვისაც დრო არ ყოფნით და თავდაპირველად ვნახოთ რა ხდებოდა თქვენს უახლოეს წარსულში, რაც შეიძლება კიდევაც გრძელდებოდეს დღემდე, ხო? ანუ ურთიერთობა როგორია ამჟამად თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის, იფიქრეთ პიროვნებაზე, ჩემ ძვირფასებო, ვნახოთ რას გვიჩვენებს კარტი, ვნახოთ როგორია ამჟამად სიტუაცია თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის. რა სიტუაცია იყო, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში თქვენ შორის, რა სიტუაცია იყო თქვენ შორის. ნახეთ ჩემ ძვირფასებო, მოდი მე გადავდე მეორე ვარიანტს, რომ მიხვდეთ, რომ პირველ ვარიანტზე მაქვს საუბარი. რა ხდებოდა თქვენს, ანუ როგორი სიტუაცია იყო, ნახეთ, მარიონეტკა ამოვიდა. შესაძლებელია წარსულში თქვენს ურთიერთობაში და შეიძლება დღესაც გრძელდება, ხო? ანუ იყო რაღაც მანიპულაციები, როდესაც მანიპულაციები და როდესაც თავს გახვევდნენ რაღაც ისეთ ან აზრებს, ან ისეთ ქმედებებს, რაც თქვენ რისი გაკეთებას თქვენ არ გინდოდათ, მაგრამ იყავით იძულებული გაგეკეთებინათ, იყავით იძულებული, რომ მისი მოთხოვნა დაგეკმაყოფილებინათ, მისი სურვილი, ხო? ანუ რაღაც მანიპულაციები ხდებოდა, ზეწოლა ხდებოდა და თქვენ აი ცდილობთ და შეიძლება ცდილობდით, ან ცდილობთ კიდევ, რომ აი ეს მანიპულაციები, აი ეს არასასურველი სიტუაცია მოიშოროთ თავიდან, რაღაცნაირად გაწყვიტოთ კავშირი. ისე თითქოს არც გინდათ. თამაშობდნენ ერთი სიტყვით თქვენი ბედით, თქვენი პიროვნებით. ძალიან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იცით სანაცვლოდ რაღაცას იყო რაღაც თქვენ შორის რაღაც ისეთი საკითხი, რომ აი სანაცვლოდ რაღაც უნდა მიგეღოთ თქვენ, ხო, რაღაც და იძულებული იყავით, რომ აი გაგეკეთებინათ ის, რაც თქვენი ნების წინააღმდეგ იყო ერთი სიტყვით, აი ასეთი საკითხი შეიძლება ყოფილიყო თქვენ შორის უახლოეს წარსულში კიდევ რა ხდებოდა, ხო? რაღაც ქონდა ადგილი არა კეთილ, როგორ გითხრათ, იცით, როდესაც ერთი ადამიანი ცდილობს რაღაც მანიპულაციებით შეცდომაში შეყვანას, ანუ რაღაც პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, არ იყო თქვენს მიმართ გულწრფელი, იყო ძალიან ბევრი ტყუილი, შეიძლება შანტაჟიც ჩემ ძვირფასებო არ არის გამორიცხული და ამას აკეთებდა თავისი პირადი გამორჩენით, თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. არ არის გამორიცხული, რომ იყო ღალატი, ტყუილი და მანიპულაციები, რაღაც ეშმაკეს ჰქონდა ადგილი, ეშმაკობას ჰქონდა ადგილი ერთი სიტყვით. ვითომ რაღაც განზრახვა ვითომ არ იყო ისეთი, ხო? ანუ ვითომ თქვენ სასიკეთოდ ხდებოდა, ვითომ თქვენთვის ხდებოდა ისევე რაღაცა ისე მოგახვიეს თავს აი ეს ყველაფერი, რომ შეიძლება თქვენ აზრზეც ვერ მოხვედით, ჩემ ძვირფასებო. არ ვიცი აქ რას ეხება კონკრეტულად, რას ეხება. იცით, შეიძლება რაღაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, რთულ სიტუაციაში ფიქრობდით, რომ რაღაცნაირად გამოხვიდოდით რთული სიტუაციიდან. ანუ იცით როგორი მომენტია, ენდეთ პიროვნებას, შეიძლება ენდეთ პიროვნებას და მან ბოროტად ისარგებლა თქვენი ნდობით, თქვენი გულღია იყავით, ძალიან დაუცველად გრძნობდით თავს იმ მომენტში. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი მანიპულაციის, ასე ვთქვათ, მანიპულაციის თუ მანიპულირების მსხვერპლი იყავით ერთი სიტყვით. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ჩემ ძვირფასებო, ანუ პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, ძალიან
დიდი манипуლატორი და მატყუარა პიროვნება, შეიძლება ითქვას. თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივად ცდილობდა რაღაც შეცდომაში შეეყვანეთ და მოდი ნახოთ ახლა მისი რას ფიქრობს ახლა რას ფიქრობს თქვენზე. ახლა რას ფიქრობს თქვენზე ეს პიროვნება. ნახეთ, აი როგორი არკანებია ჩემს ძვირფასებო. თამაშობს პიროვნება ფაქტიურად ცდილობს, რომ ვითომ სხვა რამეზე გაგაკეთებინოთ ფოკუსი, ამ დროს აბსურდი აღმოჩნდება ის, მოგებული ხო არავინ არ არის. თამაში და ილუზია, ეს მისი ქმედებები, მისი საქციელი იმ პიროვნების, ვინც ჩაიფიქრეთ, იყო ილუზია და თამაში ერთი სიტყვით. მოდი ვნახოთ ახლა რას ფიქრობს თქვენზე ჩაფიქრებული პიროვნება. ახლა რას ფიქრობს თქვენზე ჩაფიქრებული პიროვნება. იცით როგორი მომენტია, ჩემო ძვირფასებო. პიროვნება ფიქრობს იმას, რომ შეიძლება ის ტკენა, ის გულის ტკენა, რაც მიიღეთ, ხო, ის ქმედებები, მწარე სიმართლეზე აგიხილათ პირველ რიგში თვალი. ფიქრობს იმას, რომ სამიანი ხმალი, ეს არის როდესაც უკვე ჩავლის სიტუაცია, მწარე სიმართლეს, როდესაც გაიგებს ადამიანი. როდესაც გაიგებს ადამიანი, ყველაფერს კარგად მიხვდება, გაიაზრებს, გააცნობიერებს. პიროვნება ფიქრობს, რომ თქვენ აგიხილათ თვალი. ხო, პიროვნება ფიქრობს იმას, რომ დროზე აგიხილათ თვალი, არ ვიცი, რომ მიხვდით მწარე სიმართლეს, რომ გაიგეთ ყველაფერი, თქვენს თავში გააცნობიერეთ და ის რაც თქვენი საკუთრება იყო, ხო, ცხრიანი თასი. არ დაუთმეთ ერთი სიტყვით არავის, არ ვიცი, აქ იმის გამო, რომ თქვენ, იცით როგორი მომენტია, ნახეთ, წინააღმდეგობა გაუწიეთ, დროულად მოიმოქმედეთ, ის, დროულად მიიღეთ ზომები, რომ თქვენი რაც არის, თქვენი რაც იყო და რაც გეკუთვნოდათ, თქვენი ინტერესები დაგეცოთ ერთი სიტყვით. პიროვნება ფიქრობს იმას, რომ თქვენ აგიხილათ თვალი და მოდი ვნახოთ რას მიხვდა. კი, სამიანი ხმალი, გულის ტკენა, წყენა, უსიამოვნება, დარდი, მაგრამ ყველაფერი გააცნობიერეთ და ყველაფერს მიხვდით ერთი სიტყვით. კიდევ რას მიხვდა პიროვნება. თქვენთან მიმართებაში. რას მიხვდა პიროვნება თქვენთან მიმართებაში. ხო, პიროვნება მიხვდა იმას, ჩემო ძვირფასებო, რომ ნახეთ, 4-იანი პენტაკლი. რაც თქვენია, თქვენ გეკუთვნით. მიხვდა იმას, რომ თქვენ იცავთ თქვენს საკუთრებას, რომ თქვენ იცავთ თქვენს ინტერესს, რომ თქვენ მყარად გახართ, სტაბილურად ხართ და თუ აი რაღაც რაც გქონდათ, თქვათ, წარსულში დანაკარგი შეიძლება ეს რაღაც გამოუცდელობით მოგივიდათ, იმით რომ არ იყავით საკმარისად შეიძლება ინფორმირებული, საკმარისად მობილიზებული, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის პიროვნება მიხვდა იმას, რომ დროულად შეძელით, რაღაც დაგენახათ სიმართლე, შეიძლება იცით როგორი მომენტია. აქ პიროვნება მიხვდა იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერესების და თქვენი საკუთრების დაცვა და აღდგენა იმ ყველაფრის. შეიძლება ეს იყო გაკვეთილი თქვენთვის, მაგრამ დროულად მიხვდით და დროულად, ასე ვთქვათ, შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება. მიხვდა ყველაფერს, კი. იცით როგორი მომენტია, ასევე შეიძლება მიხვდა იმასაც, რომ ფიქრობს, რომ თქვენ რაღაცნაირად, არ ვიცი, კი, პიროვნება თვლის, რომ თქვენ ის მიხვდა იმას, რომ მას დაუბრუნდა კარმა.
არ ვიცი, იცით როგორი მომენტი აქ რაღაც ისეთი მოხდა თქვენ შორის, რამაც ძალიან გატკინათ თქვენ გული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ნახეთ ორი უმაღლესი არკანი სამართლიანობა და უზენაესი სამსჯავრო, ხო? თქვენ მაინც გამოხვედით გამარჯვებული იმ საკითხში, რაც გაინტერესებთ და თვითონ დაუბრუნდა კარმა, შემოძვირფასებო. დაუბრუნდა კარმა, რაც შეიძლება ამ პიროვნების წყალობით დაკარგეთ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდით რაღაცნაირად ცდილობდით სტაბილურობის შენარჩუნებას და იმ ყველაფრის შენარჩუნებას, რაც თქვენთვის ძვირფასია, ხო? შეიძლება რაღაც გამოუცდელობით დაგემართათ, მაგრამ პიროვნება მიხვდა იმას, რომ მას უზენაესი სამსჯავრო და სამართლიანობა კარმა დაუბრუნდა ერთი სიტყვით, ნახეთ დაკიდებული კაცი ამოვიდა და ნახეთ იეროფანტი. ანუ მას ფაქტიურად თავისი საქციელი უკან კარმად დაუბრუნდა ერთი სიტყვით და თქვენ გამარჯვებული გამოხვედით. თქვენ 6-იანი კვერთხის პოზიციაში ხართ და ის მიხვდა ამ ყველაფერს, რომ მან არასწორი საქციელი გააკეთა თქვენს მიმართ, ჩაიდინა და მას დაუბრუნდა კარმა, შემოძვირფასებო. აი ასეთი იყო პირველი ვარიანტი. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ. ერთი სიტყვით, პიროვნება ძალიან არაკეთილ სინდისიერად მოგიქცათ, მოგატყუათ, ტყუილს ჰქონდა თქვენს ურთიერთობაში ადგილი მანიპულაციებს და პიროვნება მიიღო ეს ყველაფერი უკან. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მე მოვამზადებ დასტას მანამდე. მეორე ვარიანტს მოგესალმებით. იფიქრეთ პიროვნებაზე, ვინც გაინტერესებთ, ასე ვთქვათ, ვისი განწყობაც გაინტერესებთ თქვენს მიმართ. პირველ რიგში ვნახოთ, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში თქვენ შორის რა მოხდა, რაც შეიძლება ახლაც გრძელდება, ხო? რა სიტუაციას გვიჩვენებს კარტი, ვნახოთ. თუ გეცნოთ სიტუაცია, საკუთარი თავი მაშინ გააგრძელეთ ყურება, თუ არ გეცნოთ, მაშინ გადაერჩიეთ ვარიანტი ან მოусმინეთ სხვა გაშლებს. იმაში ესე რა ხდებოდა მეორე ვარიანტმა, ვინც ჩაიფიქრა იმ პიროვნებასთან ურთიერთობაში. უახლოეს წარსულში რა მოხდა, ან რა ხდება კვლავაც, ხო? ან რას გვიჩვენებს ვნახოთ, რა ხდებოდა, ან რა ხდება კვლავაც, რა ხდებოდა. შემოძვირფასებო, მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ჩაიფიქრეთ პიროვნება, ვისთანაც ჰქონდათ, არ ვიცი, შეიძლება ჩაიფიქრეთ საპირისპირო სქესის პიროვნება. საპირისპირო სქესის პიროვნება თუ ჩაიფიქრეთ, მინდა გითხრათ, რომ ეს პიროვნება ცდილობდა რაღაცნაირად თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას, ცდილობდა კონტაქტში, კომუნიკაციაში შემოსვლას და მაგრამ ეს ურთიერთობაც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად არ გაგრძელებულა კარგად, იმიტომ რომ პიროვნებამ შეიძლება თავისი თავი გამოავლინა, შეიძლება იყო რაღაც ჭორები, მოჰქონდათ თქვენთან შეიძლება რაღაც ამბები, სადაც თქვენ გამოდიოდით, ნახეთ როგორ რაღაც დამნაშავის როლში, ასე ვთქვათ. დამნაშავის როლში, ხო? ანუ შესაძლებელია პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ, რაღაც მოხდა თქვენ შორის. არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა საპირისპირო სქესი ჩაიფიქრეთ თუ ვინ ჩაიფიქრეთ სქესს ამ მომენტისთვის არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ პიროვნებასთან ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ დაინახეთ თქვენ რაღაცნაირად მისი ნამდვილი სახე. შეიძლება იყო მომენტები, როდესაც თქვენზე ზურგს უკან საუბრობდნენ, გამოყავდით როგორც რაღაც დამნაშავედ, როგორც თქვენზე ცდილობდნენ რაღაცნაირად ხელების შეწმენდას, ლაფის სროლას და აი ამ ყველაფერმა შეიძლება დაგიძაბათ ურთიერთობა, შემოძვირფასებო. ანუ თქვენ რეალური სახე დაინახეთ იმ პიროვნების, ვისთანაც ერთ დროს შესაძლებელია კარგი ურთიერთობა გქონდათ. და კიდევ გავიმეორებ იმას, რომ რაღაც იყო ენები, ამბების მიტან-მოტანა, რამაც შეიძლება
თვალი აგიხილათ, ხო? თვალი აგიხილათ. ეს ხდებოდა მისი მხრიდან, მისი ქცევები იყო რაღაცა მოჩვენებითი თითქოს, მოჩვენებითი რეალურად პიროვნება, როგორც გაჩვენებდათ თავს, სულაც არ იყო ისეთი პიროვნება. ნახეთ, სულაც არ იყო ის პიროვნება, როგორც თავს თქვენთან წარმოაჩენდა. მოკლედ, აი ასეთი სურათია აქ დახატული. თუ გეცნოთ საკუთარი თავი, საკუთარი სიტუაცია იმ პიროვნებასთან, ვისაც ფიქრობთ, მაშინ გავაგრძელეთ ყურება და ვნახოთ ახლა რას ფიქრობს თქვენზე. მოდი სხვადასხვა სამიხეთ, მაინტერესებს უბრალოდ რას ვიჩვენებს. რას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენზე, როგორ იმ ყველაფრის მერე, ხო, რას ფიქრობს თქვენზე, როგორი განწყობით არის თქვენს მიმართ და რას ფიქრობს. ნახეთ შემოწიფესება. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც როგორც უკვე გითხარით, აი პიროვნება ცდილობს, ხო, რაღაც, ანუ იყო რაღაც სიტუაცია, როდესაც პიროვნება შეეცადა თქვენზე ჩირქის მოცხებას, ხო, რაღაც, ანუ ცხოვრების გართულებას, თქვენზე შთაბეჭდილების ცდილობდა, რომ თქვენს გარშემო ვინც არიან, მათ შეცვლოდათ თქვენზე შთაბეჭდილება, მოგეთ კარგს არ ლაპარაკობდა ერთი სიტყვით და პიროვნება ფიქრობს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც შეძელით აი ამ რთული სიტუაციიდან რაღაც იმ სიტუაციიდან ამოსვლა ძალიან გაგიძნელდათ, მაგრამ მაინც გამოხვედით. კიდევ რას ფიქრობს? ხო, ну ფიქრობს როგორც ნახეთ ხუთიანი ხმალი. ანუ თქვენ საკმაოდ იცით როგორი მომენტია. საკმაოდ ძლიერ პიროვნებად გხედავთ, იმიტომ რომ საკმაოდ აი იმ სიტუაციიდან არ ვიცი რა სიტუაცია შეგემთხვათ ან რა სიტუაციაში აღმოჩნდით, თქვენ შეძელით რომ თქვენი სიმართლე დაგემტკიცებინათ, რომ თქვენი უპირატესობა დაგემტკიცებინათ, თქვენთვის, ანუ იმ მდგომარეობიდან შეძელით გამოსვლა ერთი სიტყვით, იმ რთული სიტუაციიდან და ნახეთ ცხრიანი კვერთხი. როგორი ბარიერი შეუქმნით თქვენი არაკეთილის მსურველებს, რომ ვეღარ გაწვდენენ თავიანთ გრძელ ხელებს, საცეცებს, ხო? ანუ პიროვნება ფიქრობს, რომ საკმაოდ კარგი დაცვა გაქვთ, შეიძლება თავს კარგად იცავთ, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეებისგან და საკმაოდ შეიძლება ითქვას არა მარტო მოწინააღმდეგეებისგან, არამედ ისედაც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგად ხართ დაცული, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაკლებთ. საკმარისია გადმოვიდეს ვინმე თქვენთან შეტევაზე, რომ მაშინვე დაიწვევიან ცეცხლის. ანუ მაშინვე გამოვლინდებიან, მაშინვე ჩაიფერფლებიან, ასე ვთქვათ და საკმაოდ ძლიერ პიროვნებად გხედავთ. მოდი ვნახოთ რას მიხვდა. თქვენთან ურთიერთობაში ან თქვენთან მიმართებაში რას მიხვდა ეს პიროვნება, რას მიხვდა. ну რახეთ პენტაკლის დედოფალი. ну მიხვდა ის რომ თქვენ დასტის ძირზე მაქვს, ნახეთ როგორი არკანი. არავისი დახმარება არ გჭირდებათ. მყარად გახართ ფეხზე. თქვენს მიზანს ყოველთვის აღწევთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან თქვენს გზაზე ძალიან ბევრი სირთულეა, ხო, მაინც აღწევთ დასახულ მიზანს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ თქვენ ხართ და უკან მოგდებენ, ხო? ანუ ვერავინ ვერ ახერხებს თქვენს დაჩაგვრას, თქვენს ასე ვთქვათ ის რომ რაც არ უნდა მოისურვოს, ვერ დაგეწევიან ერთი სიტყვით და თქვენს დონემდე ვერ მოვლენ. აი მას მიხვდა. ნახეთ, შეიძლება მიხვდა პიროვნება, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, ძლიერი პიროვნება ხართ, მაგი ხართ თქვენ. ძალიან ბევრი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეიძლება მტერიც გყავთ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი მტერიც გყავთ. ეს პიროვნება მიხვდა, მაინც რომ თქვენთან თამაში არ შეიძლება ერთი სიტყვით. რომ თქვენთან თამაში არ შეიძლება, თქვენთან ასე ვთქვათ თქვენთან მტრობა არ შეიძლება.
იმიტომ რომ ძლიერი ინტუიცია გაქვთ, ყველაფერს კარგად ხვდებით და შესაბამის ზომებსაც იღებთ ჩემი ზუგდიდზე. აი ამას მიხვდა. ნახეთ, მოხდა ხმლის მეფე და 10-იანი თასი. ყველაფერზე მაღლა ხართ და შეიძლება თქვენს გვერდით არის კიდევაც მამაკაცი, თუ არ არის მაშინ თქვენ ხართ ხმლის მეფის ენერგიაში, რომ არავის არ შეარჩენთ იმ ერთი სიტყვით როგორ გითხრათ, იცით, გულის ტკენას და არავის არ დაუხრით თავს. აი ამას მიხვდა ეს პიროვნება ერთი სიტყვით. აი ასეთი იყო ეს გაშლა. მაინტერესებს გამომეხმაურეთ, რამდენად რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის.